მოგესალმებით ბათუმელების პირდაპირ ეთერში. ჩვენ ბათუმში ვართ. ისევ საკონსტიტუციო სასამართლოსთან იკრიბებიან მოქალაქეები საპროტესტო აქციაზე 316 დღეს და თქვენ კადრში ხედავთ ასევე დროშებს, რომელიც დღეს აქ არ მოუტანია ბათუმელ მეტროშეს, ზურაბ ჭავჭანიძეს, ის დაკავებულია და კიდევ ერთი პოლიტიკური პატიმარია საქართველოში. ის დააკავეს გუშინ ბათუმში, სწორედ 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით, მას აიდავება პროკურატურა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას, ასევე სტრატეგიული ობიექტის შენობის ეზოში შესვლას, როგორც არის პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობის სასახლე, თუმცა უბრალოდ მიიჩნევენ, რომ ეს მორიგი პოლიტიკური პატიმრის საქმეა საქართველოში. ეს არის სწორედ ის დროშები, რომელთაც ყოველ აქციაზე ზურაბ ჭავჭანიძე იდგა ბათუმის საპროტესტო აქციაზე, მოდიოდა ბათუმის საპროტესტო აქციაზე და განსაკუთრებით ცვლილებების დროს წინ მიუძღოდა ამ დროშებით ხელში ამ საპროტესტო აქციებს, ევროკავშირის დროშით, საქართველოს დღევანდელი დროშით, ასევე ისტორიული დროშით, რომელიც ასევე დღეს ისევ არის გამოფენილი ბათუმის პროევროპულ საპროტესტო აქციაზე. თქვენ ხედავთ აი აქ ბუჩქზე ისტორიული საქართველოს დროშას, რომელთაც ყოველ აქციაზე მოდიოდა ზურაბ ჭავჭანიძე პროევროპულ საპროტესტო აქციაზე. სწორედ ამ დაკავებაზე მინდა ველაპარაკო დღეს ბათუმის პროევროპული აქციის მონაწილეებს. ზურაბ ჭავჭანიძე უკვე დაკავებულია, მას ბრალი წარუდგინეს ამ დილით, ხოლო აღკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე ჯერ კიდევ არ უმსჯელია თბილისის საქალაქო სასამართლოს. მოგესალმებით მე რა ბათუმელების პირდაპირ ეთერში. მინდა გელაპარაკოთ ზურაბ შესახებ, ზურაბ ჭავჭანიძე, რომელიც არის ბათუმელი მედროშე, კიდევ ერთი მედროშე, რომელიც დააკავეს. ჩვენ ვთქვით, რომ ორი ესეთი გამოკვეთილი მედროშე ყავდა ამ საპროტესტო აქციას. თემურ ქათამაძე, იგივე გაფარი ელმაზი, რომელიც არის როგორც თურქეთის მოქალაქე, ასევე საქართველოს მოქალაქე, ქართველი მუჰაჯირების თავმავალი, მას არ მიენიჭეს არც ბინადრობაც კი არ მიენიჭეს, იმის მიუხედავად, რომ ის ძალიან კარგად და სრულფასოვნად ფლობს ქართულ ენას, ასევე საქართველოს ისტორიას, მოითხოვა და ითხოვდა მოქალაქეობას, მაგრამ არც მოქალაქეობა არ მისცეს, არც ბინადრობა არ მისცეს და ხო აი გააძევეს საბოლოოდ ქვეყნიდან. კიდევ ერთი მედროშე არის ზურაბ ჭავჭანიძე, რომელიც აფხაზეთთან დევნილია და იდგა ბათუმის პროევროპულ საპროტესტო აქციაზე. ყველა აქცია მე არ მახსენდება არც ერთი დღეს ზურაბ ჭავჭანიძის გარეშე. დღეს ის არის პატიმრობაში, მორიგი პოლიტიკური პატიმარი გახდა. თქვენ რას ფიქრობთ ამ შემთხვევაში, რა შეგიძლიათ თქვა ზურაბის შესახებ? ვფიქრობ, რომ სრული სიგიძეში გადავიდა ხელისუფლების თითოეული ქმედება და ნაბიჯი, ეს მასობრივი ტერორი ალბათ გათვლა აქვს იმის, რომ ხალხი დაშინდება და აღარ გამოვა ქუჩაში, მაგრამ უპროდუქტიულია ეს ყველაფერი, გამოჩნდა უკვე დიდი ხანია, 300 დღეა, ადამიანებს ცემენ, იჭერენ, მაგრამ პროტესტი არ ჩერდება. ერთმა ამერიკელმა მწერალმა თქვა, ასეთი რამე სიგიძის განმარტება არის, სიგიძის ერთ-ერთი განმარტება ასეთი არის, რომ შესაძლოა გამუდმებითო ერთი და იგივე ქმედებას ეწევიო და ფიქრობ, რომ ამ ჯერზე სხვა შედეგს გამოვიდოს. რამე არ გონია, რომ სულაც ზურას დაკავებამ კეთესი დღე დაუყენოს ხელისუფლებას, ეს პროტესტი ჩაახშოს, რომელიც ქუჩაში მიმდინარეობს. ანუ ცდილობს ოცნების რეჟიმი რომ დაამყაროს რაღაცა შისდაყრდნობით ეს დიქტატურა, მაგრამ ეს არ გამოვა, თქვენ ფიქრობთ? ქუჩაში რომელიც მიმდინარეობს გუნდურად და მათი თავარი მიზანია მათი პროპაგანდის მანქანების, მათი ვითომ ოპოზიციის წინააღმდეგ იაგო ფუნქციას ისმახე ინტერვიუ ნახე რაღაცა სიგიძე ანუ რაღაცა რას ვაკეთებ და რატო ვარ ქუჩაში და რაღაცა თითქოს ეს არის თავარი პრობლემა ვიღაც იაგოს ხელს უშლის რომ ქვეყანა განავითაროს და წინ წაწილოს უბრალოდ ყველა დარტყმა მიზანმიმართული დარტყმა პროპაგანდის მანქანების სატელიტების არის ამ პროტესტის წინააღმდეგ, იმიტომ რომ ისე რომ სანამ ეს პროტესტი არის ქუჩაში, ყოველთვის ნებისმიერ დროს შეიძლება გავუედეს ის სიმართლის სესხელი, რომელიც ჩვენ წინააღმდეგობრივ მოძრაობაშია დამთავრებული. თორე ზურაბის შესახებ რა შეგიძლიათ მოგყვეთ, რა გახსენდება თქვა? ზურაბის შესახებ მახსენდება. რა შეგიძლიათ გაიხსენოთ ისეთი რომ ზოური ვარ პროფესიით და მე როდესაც ამავე აქციებზე დავიწყე სიარული, სიცივე იყო წმინდა მაშინ და სულაც ეხუტებოდა და მაშინ მეგობართან საუბრისას შევთანხმდით ასეთ რამეზე, რომ ალბათ ბატონი ზურაბი ზიან ამინჩით საფეხზე ხტუნვახტუნვით დადის, რომ ჭიანჭველას ფეხი არ დააბიძოს, ისეთი
იმდენად დადებითი ემოციებით ვიყავით მის მიმართ დამუხტული და რაღაცა ხო ანუ ბატონი ზურას დაკავება რაღაცა ცოტა სევდიანი ამბავია, იმიტომ რომ აი მე ხო შოუს ვარ ხშირად ამ აქციებისგან, ქვეყნისგან, ამ მომენტისგან და იმიტომ რომ ზღვარი ხარ და ხშირად ხარ. ზოგჯერ არ ხარ აქ. და ხო ანუ სულ მაქვს ფიქრი რომ ანუ ეს პროცესი უნდა იყოს ყოველდღიურად აქ და კი ბევრი სამბოლი ადამიანია, მართლა ყველა მაგრები არიან აქ კინსკასთან ის არიან, მაგრამ უცნობ აი ეს ისეთი ამინდია რომ შეიძლება ხალხი არ იყოს ვიცი რომ ისეთი რომ ბატონი ზურა აუცილებლად აქ იქნებოდა და ეხლა რომ ბატონი ზურა ვიცი რომ დაკავებულია და რაღაცა უფრო მეტ გასაგებია პროგრამაშია აქ სასწაულად და აქ მომისთვის. მადლობა, ეს მერაბ ჯიხაძე იყო, დიდი მადლობა. ეს ბათუმის პროევროპული საპროტესტო აქცია 316 საღამო მოქალაქეები დგანან ისევ ქუჩაში და ისევ ძალიან მკაფიოდ ისმის მოქალაქეების მოთხოვნა თავისუფლება პოლიტიკურ პარტნიორებს, თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს, ასევე საპროტესტო აქციის მონაწილეები ისევ დაუღალავად შეიძლება ითქვას ითხოვენ ხალხო არჩევნების ჩატარებას ქვეყანაში დემოკრატიულ და სამართლიან გარემოში და არლეგიტიმური მთავრობის გადადგომას. თქვენ იცით რომ ეს მოთხოვნები გააქტიურდა ქვეყანაში და მოქალაქეების არა დიდი ნაწილი დგას ქუჩაში, არ მხოლოდ ბათუმში და თბილისში და დიდ ქალაქებში, არამედ ყველგან ისმის დღეს პროტესტის ხმა და ეს ხდება მას შემდეგ, როცა ქართული ოცნების არალეგიტიმურმა მთავრობამ შეეჩერა პრაქტიკულად ევროინტეგრაციის პროცესი და ეს აღმოჩნდა კრიტიკულად მიუღებელი საზოგადოებისთვის საქართველოში, რადგანაც მათ პირდაპირ დაინახეს საფრთხე ამ ქვეყნის დამოუკიდებლობის დაკარგვის, სახელმწიფოებრიობის დაკარგვის, რადგანაც მარტივია წარმოიდგინო რა ელოდება საქართველოს პატარა ქვეყანას აგრესორ რუსეთის პირისპირ, როცა ის რჩება დასავლეთის პარტნიორების და რეალური მეგობრების ხადამჭერების გარეშე და რჩება რუსეთის პირისპირ, რომელიც მუდმივად ომობს, ახლაც ომობს უკრაინაში და საომარ ვითარება აქვს მას ახლაც საქართველოსთან, არის ოკუპანტი და სწორედ დღეს ვხედავთ და არაერთი ხანია, არაერთი წელია ჩვენ გვხვდებით როგორ ემთხვევა ერთ-ერთში კრემლის განცხადებები, ქართული ოცნების ლიდერების განცხადებებს და როგორც ცდილობს რუსული წესრიგის დამყარებას ქართული ოცნება საქართველოში, რაც გულისხმობს პირდაპირ დემოკრატიის გაუქმებას და მის ძალიან სწრაფი ტემპებით ცდილობს დაასუსტოს და ყველაფერი რაც უკავშირდება დემოკრატიას გააქროს ამ ქვეყანაში. მოდი გავისაუბროთ საპროტესტო აქციის სხვა მონაწილეებს, მათ შორის ზურაბის შესახებ. მოგესალმებით ჩვენს პირდაპირ ეთერში. თქვენ მინდა გითხოთ ზურაბის დაკავება ბათუმელი მეტროში, კიდევ ერთი მეტროში, ჩვენ მანამდე გვახსოვს, რომ თემურ ქათამაძე, რომელიც მუჰაჯირების თავმოვალია, გააძევეს ქვეყნიდან. კიდევ ერთი მეტროში იყო ზურაბ ჭავჭანიძე, დევნილი აფხაზეთიდან, ისიც დააკავეს, ის სამჯერად სისხლის სამართლის წესით დანაშაულის ჩადენას ეძებდა მას პროკურატურა. თქვენთვის რას ამბობს ეს საქმე? ისიც რა მე ცხოვრებაში პირველად მოგიგეთი მომენტი, როცა აბოთ არ ვიცი რა ვთქვა, იმიტომ რომ აი ბატონის ზურას დაკავება ჩემთვის იყო არა მარტო შოკი, როგორც ესეთი, არამედ აი შეურაცხყოფა. მე თავი ვიმძენი შეურაცხყოფილად, იმიტომ რომ აი ბატონის ზურა ეს არის აი ვინც იცნობ და მე ვიცი რომ ბატონი ჟაბა თქვენც იცნობთ და ეს არის ადამიანი, რომელიც აი სიყვარულის, სიკეთის, კაცობის რაღაცა გვერდში დგომის, თუნდაც გაჭირვების, აი ბრძოლის, გადალახვის, აი ყველაფრის სიმბოლოა და მისი დაკავება მე ხო აი ვიცი, მე ჩემ თავზე უფრო დავიჯერებ, აი მაყურებელს მინდა უთხრა, რომ ჩემ თავზე უფრო დავიჯერებ, რომ რაღაცა ისეთი ქენი, რაც პრობლემურია და დამიჭირონ უნდა ვიდრე ბატონ ზურაზე. იმიტომ რომ ბატონი ზურა იყო ადამიანი, რომელიც აი მთელი წელიწადის მანძილზე ხო ჩვენ რო ვიღაცა შეურაცხყოფას ვაყენებდით, ბატონი ზურა მოდიოდა და გვეუბნებოდა რომ არ ქნათ. ეს არის შეურაცხყოფა, არ შეიძლება ქართველები ვართ, ანუ ეს არის აი კაცი გული, სული, რავი, აი მე მას აბროს ახლა იდეებია ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას. მე უბრალოდ თქვენ მაყურებელს ვცემ პატივს, თქვენ გცემთ პატივს, ხალბატონ ზიას ვცემ პატივს და არ გამოვიყენებ იმ სიტყვებს, რაც გულში მაქვს, თორე ჩემთვის ეს არის აი მე დღეს თავს ვზნობ როგორც აი აბსოლუტურად შეურაცხყოფილი და ნამოსაყრელი ქართველი. მე ესე ვზნობ თავს, იმიტომ რომ ეს ადამიანები ვის დღეს დააკავეს და ვისზეც არის დღეს დავა მიმდინარეობს და ვისაც ედავებია, ხო? ეს არის აი სირცხული ჩემთვის ქართველისთვის არის სირცხული, იმიტომ რომ მე აი სულთა აი ადამიანურად და კაცურად მინდა ვთქვა, რომ აი
მერჩივნა რომ მე დავეკავებინე ვიდრე ბატონი ზურა. იმიტომ რომ ეს ისეთი გულით და სულით ადამიანია რომ მისი დაკავება ეს არის სირცხვილი ბათუმისთვის. ეს არის აი აფხაზეთიდან დევნილი კაცი რომელმაც შვილი დაკარგა აფხაზეთში რომელიც აქ იდგა ყოველ დღე ჩვენთან ერთად რაღაცა ჩვენ ვეხმარებოდით მას და გრძნობდით მისგან ხო რაღაცა აკეთებდა ხელნაკეთ დროშებს და ჩუქნიდა და აი ეს დროშა რომელიც მას ჰქონდა აფხაზეთში ისტორიული დროშა იმ დროშით მოდიოდა ის ამ საპროტესტო აქცია. არ ვიცი არ მინდა უბრალოდ რომ ემოციურად რაღაცა გავყვე ამ თემას და ჩემთვის არის ძალიან მძიმე. მე აი ძალიან შეურაცხყოფილი ვარ იმით რაც ბატონ ზურას დაემართა. მაგრამ რას ეტყობთ მოქალაქეებს თუ ისინი ფიქრობენ რომ რა იქნა თქვა ქართული ოცნების პროკურატურას თუ კი დაინახა რომ დანაშაულს ჩადიოდა ეს ზურაბ ჭავჭანიძე. მოქალაქეებს ანუ პროკურატურა მაჩვენე კადრები როგორ შედის რაღაც მოძრაობს გადაადგილდება. ჭავჭანიძე არის დამნაშავე, ვისაც ეს გონიათ და ვინც მიიჩნევთ რომ აი ბატონი ზურა არის დამნაშავე, აი მე მოქალაქე ნიკა კაშიბაძე გეუბნებით. აი მე პირადად რომ ბატონ ზურაზე დამნაშავე ვარ მე. თუ თქვენ თვლით რომ ბატონი ზურა არის დამნაშავე, მაშინ თქვენ თვლით რომ მე უფრო მეტი დამნაშავე ვარ, იმიტომ რომ პირდაპირ გეუბნებით რომ თუ რაიმე ბატონმა ზურამ დააშავა, მე მეტი ვარ დაშავებული. მე უფრო ვარესი ვარ. ამიტომ ჩემი დაჭერა ეხა უფრო არის ლოგიკური ვიდრე ბატონი ზურას. მე აი ამას გეუბნებით სუფთა გულიდან და აი კაცობიდან გამომდინარე რომ ბატონი ზურას დაჭერა ეს არის შეურაცხყოფა ქართველებისთვის. ეს არის შეურაცხყოფა ქალაქის. და ეს უნდა ოცნების რეჟიმს რომ შეურაცხყოფა დემონსტრაციულად მოიყენებინათ. რა უნდა ამ რეალურად ეს უნდა რომ მათ ეჩვენებინათ რომ ჩვენ ყველას დავიჭერთ და არავინ არ ახარ დაცულები. და დაიწყეს სიმბოლოებიდან, აი, როდესაც ჩვენი პირველი მედროშე დააკავეს ბატონი ზემურ ქათამაძე, ხო? ეს იყო სიმბოლოს დაკავება. დღეს როცა ბატონი ზურა დააკავეს, ეს არის სიმბოლოს დაკავება. ისინი სიმბოლოებს ებრძვიან. იმიტომ რომ ესეთი ცნობილი გამოთქმა არსებობს, რომ თუ გინდა რომ ვინმე დაამარცხო, ჯერ მისი იდეალები უნდა დაამარცხო. ისინი იდეალებს ებრძვიან, აი, ბატონი ზურასნაირ, ბატონი ზურასნაირ. თითქოს გელაპარაკებიან ტრადიციებზე, ქართველობაზე, საქართველოზე. და მას ქართველი მუჰაჯირების შთამომავალი გააძევეს პირდაპირ ქვეყნიდან, ხო? აი, უბრალოდ თქვენ მინდა რომ აი გითხრათ ძირფასო მაყურებლებო, რომ აი ახლა აქ დგას პოლიციელები, ხო? და აი აქ არიან, რავი, ამდენი არიან 10, 15, 20. აი მე მაგალითად მზად ვარ და სიტყვას ვიძლევი, რომ აი ნებისმიერი ეს პოლიციელი დამიდგეს და ნებისმიერმა მე პირადად აი ნიკა კაშიბაძეს მოქალაქეს გამიწიოს პაიქრობა საქართველოს ისტორიის ცოდნაში. ან ამ ქვეყნის მართლა ღირსების და მორალის ცოდნაში. ან იმაში თუ ვინს უფრო გვიყვარს ეს ქვეყანა და ვის უფრო მეტი გაგვიკეთებია ამ ქვეყნისთვის. აი ნებისმიერი დამიდგეს და ნებისმიერმა დამელაპარაკოს თუნდაც ბათუმელების ეთერში. თუ ამისთვის მზად არიან, მე ვიცი რომ ბათუმელები ყოველთვის თანახმარო განსხვავებულას მიცენ შესაძლებლობა რომ გამოთქვან, ხო? აი დამიდგნენ ნებისმიერ დებატებში. რა იციან ჩემზე მეტი საქართველოზე, ილია ჭავჭავაძეზე, აკაკი წერეთელზე, რა იციან ჩემზე მეტი ბათუმზე და იმ ღირსეულ ბათუმელებზე, რომლებიც ამ ქალაქში ყოფილან, ხო? ამას რატომ ამბობთ, რომ თქვენ ფიქრობთ, რომ ოცნება საგანგებოდ ცდილობს რაღაც ღირებულებებისგან მე ვცდილობ რომ ოცნება, აი მე დაცალოს საზოგადოება დააშოროს. ოცნება ცდილობს რომ ჩვენ დაგვაჯეროს და ქართველი ხალხი დააჯეროს, რომ ჩვენ აი აქ ვინც გავართ, ვართ არაპატრიოტები, ჩვენ ვართ გამყიდველები, რაღაცა deep state-ის აგენტები და ესენი არიან პატრიოტები, ესენი არიან გმირები. და მე მათ მინდა უთხრათ, რომ არა, პირიქით არ, ჩვენ ვართ გმირები. ჩვენ ვართ ამ ქვეყნის პატრიოტები, ჩვენ ვართ საქართველოს მოყვარული ხალხი და აი ესენი ვინც ჩვენ გვებძვის, მათ შორის პოლიცია. ესენი არათუ გმირები და არათუ სამშობლოს პატრიოტები არიან, მათ არიციან საქართველოს, მათ არიციან რა არის ქვეყანა, მათ არიციან რა არის სამშობლო, მათ არიციან ბატონ ზურას რა ტკიოდა. კაცმა სამშობლოს სიყვარულისთვის შვილი დაკარგა ომში და დღეს აი 300 დღეზე მეტი ყოველდღე აქ იდგა საკუთარი სამშობლოსთვის. ეს არის პატრიოტიზმი, ეს არის სიყვარული და ამ ხალხმა ეს არიციან. ამ ხალხს ეს არ ესმის. აი ამათ გონიათ რომ ბატონი ზურას დაკავებით ჩვენ ყველას დაგვაშინებენ და რაღაც პრობლემა შეგვიქმნიან და ნურას უკაცრავად რა ჩვენ მზიამაღლობელის დაკავებამ გვაჩვენა მთავარი ჩვენ მზიამაღლობელის დაკავებამ გვაჩვენა რომ თქვენ ხო ცდილობდით რომ აი აჭარელი ხალი და აი დაგეშინებინათ რომ აი აჭარელ ხალხზე გეძალადათ და გეჩვენებინათ რომ აი მაგრები ხართ რომ ხალხზე ძალადობ და ხალის დაპატიმრება შეგიძლიათ ჩვენ ამან პირიქით უფრო გაგვაბრაზა აი ბატონ ზურაზე ძალადობა კიდევ უფრო მეც გაგვაბრაზებს და კიდევ უფრო მეც გამოგვიყვანს იმიტომ რომ ხალბატონი მზია ბატონი ზურაბი იგივე ჩემი მეგობარი ხო რომელიც რამდენიმე უკვე თითქმის წელიწადია ზვიად ცეცხლაძე ციხეშია რომელსაც მე გავიცანი ზვიადი 17 წლის რო იყო მე უკრაინის აქციებს ვატარებდი ყოველდღე უკრაინის სოლიდარობის და ზვიადი დადიოდა ჩემთან და
თავის მეგობრებთან ერთად 17 წელს იყო მაშინ მე ზვიადი მაშინ გავიცანი და აი ჩემთვის არის როგორ რაღაცა იცით რომ აი მე ყველაფერი დამაკარგვინეს მე კაცობა ღირსება დამაკარგვინეს იმიტომ რომ ბავშვი რომელიც ჩემ თოწინ გაიზარდა ციხეშია ქალბატონი მზია რომელიც ქალბატონია და მე როგორც კაც რაღაცა ვალდებულება მაქვს რომ ის დავიცვა ციხეშია ბატონი ზურა რომელიც აი სიმბოლოა ჩემთვის და კაცობის და ვაჟკაცობის ის ციხეშია და მე გარეთვა ანუ მე ყველანაირად დამამცირეს როგორც ადამიანი და თუ გონიათ რომ მე რაიმე მაქვს ხა დასაკარგი და თუ გონიათ რომ მე რაიმეზე უკან დავიხებ ხო ძალიან ცდებით რა მე თქვენ უკვე ყველაფერი ჩამომართვით რაც დასაკარგი მქონდა თავარი რაც არის რომ სამშობლო დამაკარგვინეთ რაც მე მიყვარს და რისთვისაც ბრძოლობ და ამ დროს რა უნდა იყოს ჩვენი პასუხი რა გამოსავალს ხედავთ არც ერთი ნაბიჯი უკან ეს არის ჩვენი პირველი პასუხი არც ერთი ნაბიჯი უკან ბრძოლა ბოლომდე არანაირი შიში არანაირი რაღაცა ფრუსტრაცია ვიცი რომ 4 ოქტომბერს ძალიან ბევრი ელოდებოდა რაღაცა გადამწყვეტ ზომებს და მეც ველოდებოდი და მეც ვიყავი თბილისში და მათ შორის ბატონი ზურაც ნახეთ თბილისში და ანუ მეც ვიყავი ამის იდეის ესე ვთქვათ ერთ-ერთი მომხრე რომ აი დავამთავრო ბოქში მაგრამ ვიცი რომ არ გამოგვივიდა ეს არის სამწუხარო არ გამოგვივიდა მაგრამ ბრძოლა ამით არ დამთავრებულა ბრძოლა გრძელდება ჩვენ ყოველდღე ბრძოლაში ვართ მეგობრებო აი ძალიან გთხოვთ რა აი მე შემომხედეთ ახლა ხო ხვდებით აი მე რასაც ვამბობ რომ ჩემთვის ეს არის მტკივნეული იმიტომ რომ ეს ხალხი არის ჩემი მეგობრები ჩემი რავი ოჯახის წევრები ვთვლით უკვე იმიტომ რომ წელიწადია ყოველდღე ხვდები რა და აი მათი დაკავება მიუხედავად მათი დაკავებისა და მათი პრობლემებისა მე მაინც აქ ვარ და მაინც ვიბრძვი რა და მე აი ამ მაგალითით მინდა რომ სხვა შტავაგონო რომ ვიბრძოლოთ ბოლომდე ვიდგეთ არ დავიხიოთ უკან ქალბატონი მზიასთვის აი ბატონი ზურასთვის ყველა პოლიტპატიმრისთვის ზვიადისთვის ბიჭებისთვის ვიბრძოლოთ ბოლომდე უკან არ დავიხიოთ და აუცილებლად გავიმარჯვებთ იმიტომ რომ ბრძოლას ყოველთვის ექნება მიზეზი და აი ესენი ხა ვინც აქ განა ხო ჯერ სირცხვილია უბრალოდ აი მე თქვენ მინდა გითხრათ ბატონო ჩემო რომ აი თქვენ ხო იცით რამდენჯერ აქ გავართ აქციაზე ხო როდეს მე გინახიათ აი ამდენი პოლიციელი ახლა ერთი 20 პოლიციელი დგას ახლა აქ და აი რა საკონტროლებენ აი ვისი ნახვა უნდათ რომ რა ვცდილობთ ახლა ჩვენ რომ ამე შევარდეთ სადმე ან ვიღაცას რამე დაუშავოთ ხო ეს არის რეალურად აი ვითომ ვცდილობენ რომ დაგვაჩინონ და ნუ არ გვეშინია აი აქ ვამბობ მაგერ აი ხალხის გასაგონო და პოლიციის გასაგონო არ გვეშინია არც ამათი გვეშინია არც ქართული ოცნების გვეშინია და არც იმის გვეშინია რომ ბრძოლა იქნება ბოლომდე და ჩვენ ბოლომდე გავყვებით ამ დიდი მადლობა ნიკა ქაშიბაძე იყო თქვენ მას უსმენთ მოდი ნინე კაკულიას მოусმინოთ საღამოშიდობისა ნინა ბოდიში რომ მოვიწყოთ ეს დიალოგს მაგრამ პირდაპირ ეთერში ვართ ვიხართ და ერთ-ერთი ბათუმელი მედროშის ბათუმის საპროტესტო აქციის მედროშის თემურქარ თამაძის იო გაფარი ელმაზის მეუღლე დღეს ის გამოეხმაურა Facebook პოსტით ზურაბ ჭავჭავაძის დაკავებას ხო კიდევ ერთი მედროშის რომელიც დააკავა ოცნების რეჟიმა ხოლო თავად თემურქარ თამაძე ახალს უყობოდი ჩემს მაყურებელს რომ ის მიუხედავად იმისა რომ არის ქართული მუჰაჯირების შთამომავალი ძალიან კარგად ფლობს ქართულ ენას და საქართველოს ისტორიას გააძევეს ქვეყნიდან ხო როგორი იყო თემურის რეაქცია როცა მან გაიგო ზურაბის დაკავების ამბავი და რა არის მისი გზავნილი დღეს ძალიან ძიმე რეაქცია ჰქონდა როგორც ყველას ჩვენგანს ვინც ბატონ ზურაბს იცნობდა აი ეს ადამიანი რომელიც ჭიანჭველას ფერს არ დააბეჭებს და მათ შორის მე ვიცი თბილისში დროს ის მოუწოდებდა პოლიციელებსაც და მიტინგებსაც რომ ძალადობა არ ყოფილიყო ადამიანი პაციფისტი ადამიანი რომლისთვისაც აი 7 გარემო აი სიმშვიდე ალბათ ყველაზე ფასეულია მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ რომ აფხაზეთიდან დევნილია როგორც ძალიან მტკივნეული არის ჩვენთვის ეს ამბავი მით უმეტეს რომ აი თემურის შემთხვევაში რაღაცა მაინც ხელჩასაჭირი იყო თქვა ხო ჩათვალეს რომ ირდულად შექმნეს ეს საფუძველი ხო რომ ბინადრობა არ მიანიჭეს მოქალაქეობაზე უარი უთხრეს განზრახ ეს რა თქმა უნდა უსამართლო არის მაგრამ სამართლებრივად რაღაცნაირად ხო რა ქვეყანაში ყოფნის სამართლებრივი საფუძველი არ ქონა ამას ამბობდნენ გასაგებია რაღაცნაირად ბატონ ზურაბს რაშისდებენ ბრალს აი ეს რითი უნდა დამტკიცონ რომ იქ იმყოფებოდა ადამიანი ეს კადრები გავრცელა პროკურორებს და ჩანს ზურაბ ჭავჭავაძე როგორც ხა თქვენ ზურგს უკან ჩანს კედელზე გამოსახული ელექტრონული ვერსია რომ ის ჩანს ამ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ეზოში დროშით ხელში გადაადგილდება ესე იგი აქედან ლოგიკური დასკვნა არის რომ უნდა გავაკეთოთ რომ
ჩვენი ქვეყნის დედაქალაქში საქართველოს დროშა ყოფნა დანაშაულია? ხო, რაღაცა არალოგიკურია, აბსურდია და მით უმეტეს მძიმეა ამ ყველაფრის გააზრება, რომ რა ჭაობში აღმოჩნდით. ხო, თითქმის 1 წელია უკვე აქციები გრძელდება და მაშინ მე არ მჯეროდა რომ ასე დავეშვებოდი. ვიცი რომ ნაცნობებისგან ვიცი რომ ბელარუსში ასეთი სიტუაცია იყო ჯერ კიდევ 2000-იანების მე მგონი რამდენი წელი დაიწყო 5 წელია უკვე არსებობს ასეთი სიტუაცია, ასეთი ტერორი. ვერ დავიჯერებდი რომ საქართველოში ისევე მოხდებოდა და დღეს ხედავ რომ დაიძე ერთი მეორდება და რუსეთში თუ 20 წელი დასჭირდა ვლადიმერ პუტინს ამ სისტემის ჩამოყალიბებისთვის ჩვენ თვეები და ამ ჩვენ თავრობას ეგრეთ წოდებულ თვეები დასჭირდა. თვეების განმავლობაში ქვეყანა დაამსგავსეს რუსეთის აქ რა მიდგომაა თქვენ დაკვირვებით, როცა სიმბოლოებს ებრძვის ქართული ოცნება. ხო, იგივე ერთი მედროშე გააძევეს ხოლმე და მეორე მედროშე დააკავეს, თქო აბსურდული სამართლებრივი საფუძველი. სახელმწიფო დროშა აღიზიანებთ მათ და თვითონ არ იყენებენ არავითარ შემთხვევაში, ან სახლზე თუ არის გამოფენილი აივანზე დროშა, ესე იგი ოპოზიციონერი ცხოვრობს. ოცნების მხარდამჭერს დროშას, ანუ არც სამკერდე ნიშნად გაიკეთებს არანაირი სახით რაღაც მიუღებლობა სახელმწიფო სიმბოლოებისადმი. როდესაც აქ ვასრულებდით ჰიმნს, არ შემოგვიერთებოდნენ ისინი. ჰიმნი, დროშა, ეს ხო ყველაფერი საერთო გვაქვს, არა? ყველა საერთო. იმათთვის არ არის ეს. რატომაა ეს რა საჩვენებს? არ ვიცი, მე მიფიქრი ამაზე რა თქმა უნდა და ამას უკავშირებ ფაქტს, რომ მიხეილ სააკაშვილის პერიოდის დროს იყო შემოღებული ჰიმნიც, დროშაც, ჰერბიც და ან ყველა სახელმწიფო სიმბოლო და ალბათ ამას უკავშირდება. არ უკავშირებთ იმას, რომ თუ კი საუბარია იმაზე, რომ ეს რუსული საოკუპაციო რეჟიმი რუსეთს არ ჭირდება საქართველოს როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო და სწორედ დროშა გამოხატავს სახელმწიფოს, ეს ამის სიმბოლოა, ხო? და მაშინ იმ პერიოდში ერთგვარი რებრენდინგი მოხდა ქვეყნის და გახდა მაშინ მე მახსოვს რაღაცნაირი აღორძინების ნიშანი იყო ჩემთვის პირადად, იმიტომ რომ მე ჩამოვედი 2002-ში, როდესაც ჯერ კიდევ ბაბუების დრო იყო და მახსოვს ის რევოლუცია, მახსოვს ის სიხარული, როდესაც რაღაცა განცდა გაგვიჩნდა იმის, რომ ვითარდებოდა ქვეყანა, განგრეული ქვეყანა დადგა განვითარების გზაზე. ის განცდა მახსოვს და ახლა ზოგადად ჭაობში ვარ და ვერ ვხედავ ხსნას, ანუ ვერ ვფიქრობ, რომ ალბათ ჩვენი ბედი ქვეყნის საზღვრებს გარეთ უნდა გადაწყდეს. უკრაინის ომი როგორ გადაწყდა? ქვეყნის შიგნით ვეღარ ხედავთ უკვე ამის რესურსს, რომ ამ წინააღმდეგობამ უკან დაახევინოს ივანიშვილის რეჟიმს. მაშინაც 4-ში რაც მოხდა, ხო? ჩვენ ჩავედით ნაადრევაში. ბათუმიდან და თქვენც იყავით 4-ში თბილისში, ხო? ჩვენ ვიდექი პარლამენტში. არ გადასულხართ ათონგურზე? არა. და მე ეს მიმაჩნია ძალიან დიდ შეცდომად. ვინც ეს დაგეგმა და ვის ენდობოდა არ ვიცი და რას ეფუძნებოდა ეს ნდობა, ეს რაღაცა ბავშვური რაღაცა იყო და ტევე პირველი სიგნალისმა აი პარლამენტთან რო ვიდექით რისთვის ჩამოსულიყავს იმასაც უთხარი რომ იმისთვის ვარ რომ ბევრი უნდა ვიყო თუ ვაჩვენოთ ამ ხელისუფლებას საკმაოდ ბევრი ადამიანი აპროტესტებს შექმნა ვითარებას ქვეყანაში და მეტი არაფერი და ვერაფერი მოხდებოდა ჩემი აზრით. მაშინაც ასეთი იყო და ახლა მით უმეტეს ასეთი, როცა დავინახეთ რა შედეგი გამოიღო და ზოგადად პროტესტისადმი აი ეს შეხედულებები უარესობისკენ შეცვალა იმან, რაც მოხდა. და ხელები გაუხსნა ახლა პოლიციელებს. იჭერენ თითო ადამიანებს, დამნაშავეა არ არის ესა უდანაშაულო თუ დამნაშავეა,
არაფერს არ ყვევენ და აგერა დაუბრუნდეთ ბატონ ზურას ამბავს. ადამიანი, რომელიც იმისთვის იყო, რომ დაემშვიდებინა ყველა დაიჭირეს როგორც დამნაშავე და როგორც ესა ტერორისტი. თემურ ქათამაძე როგორ უყურებს ამ პროცესს და ის რა ფაქტორებზე ამყარებს თქვა თავის წარმოდგენით რაზე ხა დამოკიდებული ამ პროცესის წარმატება და წინამდებობის გაცილება? ჩვენ ერთი მიმართულებით ვაზროვნებთ და აი საუბრობთ ჭობთ იმასაც ასე მიაჩნია, იმასაც კი არა და მე ვეფუძნები მის აზრს უფრო მეტად. ხშირად საუბრობ და ერთი აზრის ვართ რა ამასთან დაკავშირებით. რაც შეეხება მის ემოციურ მდგომარეობას და მის რეაქციას აი თუნდაც ბატონ ზურას დაკავებასთან დაკავშირებით აი ეს ადამიანია რომ რო შეეძლოს დღესვე აქ იქნებოდა თბილისში წავიდოდა ბატონ ზურას გასამხნევებლად სულით და გულით აქ არის რა დააძევეს და ოფიციალურად 5 წელი ვერ შეგვიყვება საქართველოში და ესენი თუ გააგრძელებენ ქვეყნის მართვას ხო საერთოდ არ შემოუშვებენ. თემურ ქათამაძეს ქართველი მუჰაჯირების შთამომავალს და მედროშეს, ბატონ მედროშეს 5 წლის განმავლობაში არ აქვს უფლება რომ შემოვიდეს საქართველოში. 5 წლით გააძევეს და ნუ ისიც ცალკე ისტორიაა რომ დეპორტაცია უნდა მომხდარიყო და გააძევეს ექსტრადიციის წესით. ექსტრადიცია გულისხმობს დამტკიცებულ ბრალს, რაღაცა წითელი ცირკულარი ძებნას და ზუსტად ამ წესით გააძევეს ქვეყნიდან იქაც იქაურმა ჟურნალისტებმაც ასე დააშუქეს ეს ამბავი. ამაშიც კი ცდილობდნენ გაშავებას ამ ადამიანს. არ გამოუვათ, იმიტომ რომ ხელჩასაჭირი არაფერია, გამჭვირვალე ამ ადამიანის ბიოგრაფია და რა სპექტაკლი სულის პატრონია და რა უნდა დაუმტკიცონ. და ეს მიკვირს ბატონ ზურასთან დაკავშირებით, ვით უნდა დაუმტკიცონ. რომ იდგა დროში პოლიციელებთან ესაუბრებოდა, ეს არის მისი ბრალი. არ ვიცი რა. დიდი მადლობა, ეს ნიკაკულია იყო, მადლობა ნინა. გავსაუბროთ აქციის სხვა მონაწილეებს, ასევე გენრი შეიძლება გაგესაუბროთ რამდენიმე წუთით. ანუ ზურას ამბავი რა შეშთავს თქვენ ზურაბ ჭავჭანიძის საქმე? ალბათ ადენუდით თვალსარწმუნებული ვარ მის დაკავებას, ასევე პროკურორის მიერ გავრცელებული გარდები თვითონ მტკიცებულება, რომ აი ჩანს რომ ზურაბ ჭავჭანიძე გადაადგილდება დროშით ხელში პრეზიდენტის ადმინისტრაციის ეზოში. ეს რას ნიშნავდა ასე თქვენთვის და სადაც რაც ცდილობს ამით ოცნება, რომ ეს ებრძვის ასე ვთქვათ სიმბოლოებს. კიდევ ერთი მედროშე მანამდე თემურ ქათამაძე გააძევეს საერთოდ ქვეყნიდან, არ მიცეს არათუ მოქალაქეობა, არამედ ბინადრობაზეც კი უარი უთხრეს, ალტოლვილის სტატუსზეც კი და კიდევ ერთი მედროშე, რომელიც ასევე სიმბოლოთი ამბავთ საპროტესტო აქციის არის დღეს დაპატიმრებული. დიახ, მოგესალმებით. ზურას ამბავი არის სიმბოლო იმისა, რომ რეპრესიები გრძელდება და მიზეზი არ შეგდება სისტემას ადამიანის გატყუებებისთვის. თვალნათლივია ყველა კადრში, უწყვეტ კადრში ჩანს, რომ ზურას ხელი არ გაუშვია დროშისთვის და ზურას დაპატიმრებით ნათელი და ბეჭედი და გასტური და ბეჭედი დაუსვა მოხდება იმას, რომ ისინი ძალადობრივ ქმედებას კი არ ებრძვიან, ისინი ებრძვიან განსხვავებულ აზრს და ისინი ებრძვიან პროტესტს. იმიტომ რომ ამაზე მშვიდობიანი, ამაზე სწორი, ამაზე ჰუმანური გზა და მეთოდი გაპროტესტების არ არსებობს, როდესაც ადამიანი მდუმარე დგას აქციის ეპიცენტრში, ორივე ხელით უჭირავს დროშა, არც არაფერს ეჯაჯგურება, არც არავის ეჭიდავება და არც ხმას იღებს. ის უბრალოდ მდუმარე დაფიქსირებს თავის პოზიციას დგომით და რაც მთავარია, ზღურბსაც კი არ აბიჯებს ის. აი რომ შეხედავს, რომ უკვე მიუახლოვდა რაღაც გარკვეულ ეპიცენტრს, უკან იხევს და იჭერს იმ პოზიციას, სადაც დაშვებულია, რომ დადგეს მშვიდობიანი პროტესტის ფორმით ადამიანი. ეს ჩანს ბოდიში იმ კადრებში, რომელიც მტკიცებულების სახით გაავრცელა პროკურატურამ. ხო, თითქოს ეს დანაშაულს ადასტურებს. ეუბნებიან, რომ აზრი არა აქვს, შენ მშვიდობიანად დგახარ, არა მშვიდობიანად დგახარ, პროვოკაციაზე წამოეგები, არ წამოეგები, გააცნობიერებ შენს ქმედებას, თუ არ გააცნობიერებ, მაინც დაგაპატიმრებთ, იმიტომ რომ შენ განსხვავებული აზრი გაქვს და
რა თქმა უნდა ამას ეს არის საბაბი, მაგრამ მიზეზი გააჩნია სხვა, იმიტომ რომ ზურა იქცა ერთგვარად ჩვენი აქციების სიმბოლოდ, ბათუმის სიმბოლოდ და განსაკუთრებით ეშინიათ ამ ადამიანებს სიმბოლოების. განსაკუთრებით ეშინიათ. რატომ ეშინიათ ბიოგრაფიიანი ხალხის, იმიტომ რომ ეს არის ამ წუთში მეინსტრიმში ქართული ოცნების არიან ვერ შემდგარი უბიოგრაფიო ადამიანები, თვითონ ქართული ოცნების ამაგდარმა წარმომადგენელმა წარმოთქვა ხო პოდკასტში რომ ამათ ცნობის სიგნაკი რომ გადაშალო, ჯერ უწერიათ რომ დაიბადა, მერე უწერიათ რომ ქართული ოცნების დედა და მერე უწერიათ რომ საკრებულოს წევრია. ანუ ესენი არიან უბიოგრაფიო უწარსულო ადამიანები და ამათ ეშინიათ ისეთი ხალხის, ვისაც შეიძლება გარკვეული ტიპის მორალური ავტორიტეტი გააჩნდეს საზოგადოებაში. და ზურა ჭავჭანიძე სწორედ ის ადამიანია, რომელიც ამ ავტორიტეტით სარგებლობდა ამ ქალაქში. ის არის ადამიანი, რომელმაც იმ დროში, რომელიც მანტიათ ჰქონდა მოხურული, ასაფლავებდა სოხუმში თანამებრძოლებს, საქართველოს მოქალაქეებს და თავის მეგობრებს, მას გამოვლილი აქვს გარკვეული გასაჭირი და ის ცხოვრობდა საქართველოში ისე როგორც ამ ქვეყანას შეეფერება. საქართველოსავით უჭირდა, როცა ქვეყანას უჭირდა, როცა ქვეყანა იბრძოდა, როცა ქვეყანა აპროტესტებდა, აპროტესტებდა. ის ადამიანებს, რომლებიც ყოველთვის კარგად იყვნენ, რომელსაც ყოველთვის უხინდათ, ასეთი ადამიანების არსებობა დისკომფორტს უქმნით და შესაბამისად ბუნებრივი ამბავი იყო ზურა ჭავჭანიძის დაკავება, ზვიად რატიანის დაკავება, ზვიად ცეცხლაძის დაკავება. ის ადამიანები, რომლებიც სუფთები არიან, არაფერი არ აქვს წამოსაძახებელი, თუნდაც მზია მაგალითად, რომელსაც ვერ წამოაძახებენ, რომ აი იმ რეჟიმის დროს სადიყავი, ამ ხელისუფლების დროს სადიყავი და მაშინ სადიყავი. ასეთი მორალური ავტორიტეტები, რომლებსაც თავისი ცხოვრებით დამტკიცებული აქვს და ის, რასაც ისინი გადაგებენ, რასაც მოუწოდებენ სხვებს, ამათი ეშინიათ ზუსტად, თორე გაშავებული, კომპრომატირებადი ადამიანების არ ეშინიათ და ჩვენ ვიცით, რომ ძალიან ბევრი ასეთი ადამიანი თავისუფლად გადაადგილდება ქუჩაში. ჩვენი საზოგადოების საუკეთესო ნაწილი არის გამოუწყებული და თუ დროშის ყარება და დროშის ფრიალი არის სისხლისამარის დანაშაული, მაშინ ნახევარი საქართველოს დასაჭერი ყოფილვართ ამათი ლოგიკით. რა ეტაპზე გადავდივართ? ხო თქვენი აზრით, რა აჩვენა 4 ოქტომბერმა, როგორც ერთი კუთხით იმ ნაწილმა, რომ ამორჩეული არ მივიდა მასობრივად არჩევნებზე და ამით თქვა, რომ ეს არჩევნები კი არა რაღაცა ფარსი და სიყალბე, იმიტომ რომ ყველაზე ნაკლები გამოცხადება იყო, ხო, მათ შორის CSKO-ს დათვლებითაც კი და მეორე მხრივ ეგრეთ წოდებული მშვიდობიანი რევოლუციაც, რასაც ანონსებდა პოლიტიკოსები, არ გამოვიდა, ხო? 4 ოქტომბერმა პირველი დაანონსებული რევოლუცია, ხელოვნური რევოლუცია, რომ მოდი ეხლა ამ რიცხვში, ამ საათზე რაღაცა დადგმული და დაგეგმილი რევოლუცია არ ამართლებს, მიუხედავად იმისა, რომ კარგი განზრახვა და ნებისმიერ ქმედებას და მცდელობას მივესალმები, რომ ეს ხელისუფლება მოგვაწილონ აქედან მით უმეტეს, როდესაც ადამიანებს საკუთარ სიცოცხლეს თავისუფლებას წირავენ, მისასალმებელია მხოლოდ, მაგრამ არ ამართლებს ერთი და მეორე ხალხი არ ურიგდება რეჟიმს. ზუსტად იმდენი ადამიანები გაროსავლის ქუჩაზე, ჩემი აზრით და ჩემი დათვლით, რამდენიც თბილისში გამოცხადდა აქცია. ჩვენ ვიცით, რომ ეს არ ყოფილა რაღაცა პარტაქტივის რეგიონებიდან ავტობუსებით და რაღაცა მატარებლებით ჩაყვანილი ხალხის აქცია. ეს იყო ძირითადად თბილისის აქცია, რომელშიც მონაწილეობა მიიღო გარკვეულმა მუნიციპალიტეტებიდან ჩასულმა ხალხმა, მაგრამ იქ იდგა თბილისი. თბილისმა აჩვენა, რომ ზუსტად იმდენი ადამიანი გამოდის, რამდენიც იძულებით, დაშინებით, შანტაჟით მიიყვანა ქართულ ანუ არსად გამქრალა ეს პროტესტი და მოქალაქეები ისე გამოხატავენ ამ პროტესტს. რა თქმა უნდა და გარკვეულწილად კიდევ ჩვენზე მისული ადამიანების ნაწილიც ხო ხელისუფლების წინააღმდეგ აწეულდა ხმას. ისინი იმ გზას და იმ ფორმას იზიარებდნენ. შესაბამისად ამ ყველაფერმა აჩვენა ის, რომ საზოგადოების დიდი უმრავლესობა არის ხელისუფლების წინააღმდეგ და ისინი ელოდებიან გონიურ სწორ ნაბიჯებს, სწორ მოწოდებას, სწორ დაძახილს და ისინი იქნებიან იქ, სადაც ჩვენ ქვეყანას ჭირდება. იმედი მაქვს, რომ თანმიმდევრულად გავაგრძელებთ, ყველანი არ გვექნება ალბი მოლოდინები, ეს არ არის რაღაცა ვიღაცის კერძო ივენთი ან ვიღაცის კერძო საქმე, რომ ვიღაცას დავაყვედროთ, რომ რატო დამიძახე, ახლა გამოვედა, მე არ გამოვალ, ამდენჯერ გამოვედი, ამდენი დღე ვიდექი, იმდენ ხანი უნდა ვიდგეთ, რამდენი ხანის დასჭირდება ამ ქვეყანას. შეიძლება ეს იყოს ერთი კვირა, შეიძლება ერთი თვე და თუ კიდე გაიწელება თვეობით, წლობით, თუნდაც, რა ვიცი, ან შემოგვებით, ამ და ვიდგეთ, სხვა ხსნა არ არსებობს. ანუ ყოველთვის უწყოტობა და საპროტესტო აქციები არის გამოსავალი, თუ ფიქრობთ, რომ რაღაც სხვა უნდა გააქტიურდეს, ახალი პოლიტიკური შინაარსი თქვა, ან პროტესტის ახალი ფორმები, აი რა არის საჭირო თქვენ როგორ მაჩნია, რომ ამ ფორმით აქცია თავის სათქმელს ამბობს. თუმცა ეს არ არის საკმარისი. ეს მნიშვნელოვანია
ხელისუფლების დელეგიტიმაციისთვის, იმისთვის, რომ საერთო საზოგადოებამ დაინახოს, რომ ამდენხანი უწყლოდი პროტესტი არის საქართველოში, მაგრამ კატალიზატორის ფუნქცია მაინც უნდა ითამაშოს გარკვეულმა პერმანენტულმა გეგმიურმა აქციებმაც, კრეატიული პროტესტის ფორმებმაც, მუნიციპალიტეტებში გარკვეული ტიპის პროტესტებმაც და ყველა ფლანგზე, ვისაც როგორ შეგვიძლია, აი ახლა უნდა გამოჩნდეს ჩვენი უპირატესობა ხელისუფლებასთან მიმართებით, იმიტომ რომ ჩვენ რავი ძალიან მარტივი და თვალნათლივია განსხვავება ამ ახალგაზრდებსა და იმ ფულის ტომრებს შორის, რომლებიც ნაკიდი მანდატებით ხედავენ პარლამენტსა და სხვა ორგანოებში. მე მგონი აქეთ გაცილებით უფრო მეტი გონიერი და საღი აზრის მქონე ადამიანია. ამიტომ ჩვენ ძალა შეგვიწევს მოვიდოთ რაღაც განსხვავებული, ვისაც დავაჩქარებთ რეჟიმის ჩამოშლას. ოღონდ ამას უნებრია ვერავინ მედიცინა სამართლებებს ეს იქნება 4-ში, 7-ში, 9-ში, 1-ში, 1-ში, მაგრამ ეს დღე აუცილებლად დადგება, იმიტომ რომ ფაქტია 5 ოქტომბერს რუსთაველი გადაიწყვეტა. ეს არის ნიშანი იმისა, რომ ხალხს არ ეშინია ხელისუფლების მუქარის, რომლისთვისაც პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო უკვე ეს ჩვენი აქცია დაესრულებინა, ჰქონდა უპირატესობაც ტაქტიკური დროებითი, მაგრამ ფაქტია, რომ გარე და შედაწყების შედეგად აქციები გრძელდება და ველოდები, რომ კიდევ უფრო მეტი ლიდერი დაიბადება, იმიტომ რომ ლიდერი ციხეშია, კიდევ უფრო ახალი ადამიანები, კრეატიული ადამიანები გამოჩნდებიან ასპარეზზე და ითქვან თავის. დიდი მადლობა, ეს გენერგოლიძე იყო პარტია დროას ერთ-ერთი ლიდერი. ასეთია ბათუმის პროევროპული საპროტესტო აქციის მონაწილეების შეფასებები, მათ შორის ბათუმელი მეტროშის ზურაბ ჭავჭანიძის დაკავებაზე. თქვენ სწორედ ზურაბ ჭავჭანიძის ფოტოს ხედავთ ახლა საკონსტიტუციო სასამართლოს კედელზე და აქვეა მისი დროშაც, რომელთაც ყველა აქციაზე ჩნდებოდა ზურაბ ჭავჭანიძე, ისტორიული საქართველოს დროშა და აი ამაში გახმოული მოდიოდა ყოველთვის ამ აქციაზე ზურაბ ჭავჭანიძე. ამ დროშით იბრძოდა ზურაბ ჭავჭანიძე აფხაზეთის ომშიც. და ეს დროშები ევროკავშირის დროშა და საქართველოს დღევანდელი დროშა, რომელიც ასევე დღესაც ამ ბათუმის პროევროპულ საპროტესტო აქციაზეა. ამ უწყვეტი პროტესტის 316 საღამოს ზურაბ ჭავჭანიძეს უკვე წარუდგინა ბრალი პროკურატურამ, მას ედავება გამოძიება 2 მუხლით, ეს არის სამართლის კოდექსის 222 მუხლის მცდელობა, განსაკუთრებული და სტრატეგიული ობიექტის დაკავების მცდელობა, იგულისხმება პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობის ეზოში შესვლა, ხოლო მეორე მუხლი გახავთ 225 მუხლი, რაც გულისხმობს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას, სწორედ ამ 2 მუხლით ჩადენილი დანაშაულის ჩადენას ედავება მას გამოძიება, ჯერ საქმის მასალები არ გადაუციათ ადვოკატისთვის, და მას ბუნებრივი არც აქვს შესაბამისი სამართლებრივი შეფასებაც, მაგრამ ერთ რამეს ამბობს ადვოკატი, ზურაბ ჭავჭანიძის ადვოკატი, რომ არ არის დასახელებული კონკრეტული ქმედება, რომელსაც მიიჩნევს დანაშაულად პროკურატურა და ეს არ ჩანს ბრალდების შესახებ დადგენილებაში, რომელიც დღეს წაუკითხეს ამ დილით გაუმძიებლებმა ზურაბ ჭავჭანიძეს სახესის წინასწარ დაკავების იზოლატორში. ჯერ არ უმსჯელია თბილისის საქალაქო სასამართლოს ზურაბ ჭავჭანიძისთვის აკვედი ღონისძიების შეფართების თაობაზე ბუნებრივია ადვოკატებს ეკნებათ შუამდგომლობა, რომ მის გათავისუფლებას გირაოს საფუძველზე და თქვენ იცით როგორ იზრდება პოლიტიკური პატიმრების რაოდენობა ამ ქვეყანაში, მათ შორის პოლიტიკური ლიდერებიც არიან ციხეში და მათი რიცხვი კიდევ უფრო და უფრო იზრდება. ხოლო მოქალაქეები, რომლებიც უკვე 316 დღეა დგანან ქუჩაში საპროტესტო აქციებზე, როგორც ბათუმში, ასევე თბილისში, სხვადასხვა ქალაქში, ისინი ძალიან მკაფიოდ ახმოვანებენ სათქმელს, რომ არაპირებენ შეჩერებას და ამ ბრძოლის შეწყვეტას, მაშინ როცა პოლიტიკური პატიმრების სინდისის პატიმრები ჰყავს ამ ქვეყანას. კონსპენდით პროევროპული საპროტესტო აქციების მონაწილეების, ბათუმის საპროტესტო აქციის მონაწილეების შეფასებებს ბოლო პოლიტიკურ პროცესებზე, მათ შორის ზურაბ ჭავჭანიძის შესახებ, ბათუმელი მეტროშის შესახებ, რომლის დროშასაც თქვენ ახლა ხედავთ ბათუმის საპროტესტო აქციაზე, რომელიც ისევ გამოფენილია ამ ბათუმის საპროტესტო აქციაზე, რომელიც ყველა აქციაზე ამ 316 დღის განმავლობაში ეჭირა ზურაბ ჭავჭანიძეს ხელში და ხედავთ ზურაბ ჭავჭანიძის ფოტოს ბათუმის კიდევ ერთი მეტროშე, რომელიც აღმოჩნდა ოცნების რეჟიმის სამიზნე და მას სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენას ედავება გამოძიება, ხოლო უფლებადამცველები მის პატიმრობას მიიჩნევენ პოლიტიკურ პატიმრობად.
ასეთ იყო ბათუმელების პირდაპირი ჩართვა ამ დროისთვის. მადლობა რომ გვიყურეთ. ეს უბრალოდ ჩვენს ვებგვერდებს ბათუმელები G-დან გაზეთი G რომ მიიღოთ განახლებული და სანდო ინფორმაცია. მადლობა ყურადღებისთვის დროებით.